თქვენ დაგირჩი 36-ს გაქვთ თითქმის იდენტური შეხედულება და პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. რა არის ის, რაზეც ვერ თანხმდებით? მართლა ვერ გავიგე, რომელს მოგცემთ ხმა. ხო, დამაბნეველი არის. ჯერჯერობით იმ საკითხებშიც, ანუ შინაარსობრივ საკითხებშიც გაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ისინი უფრო ანარქისტები არიან, ჩვენ კლასიკური ლიბერალები ვართ. ჩვენ გვჯერა, რომ არც ერთი უფლება არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე, განსხვავებით გირჩისგან, რომელიც ინახის, რომ არ არსებობს არანაირი ვალდებულება და ნუ მავალდებულებ. ჩვენ გვჯერა, რომ ნაფიცი მსაჯულობის ვალდებულება არსებობს. მოწმედ გასვლის ვალდებულებას ახლა ვერც გირჩი ვერ უარყოფს, ხო? გვჯერა, რომ სარეზერვო სამსახურის ვალდებულება არსებობს. ანუ თუ შენ უსაფრთხოება როგორც უფლება დგინდა, ამ უსაფრთხოებაში წვრილი შეტანაც მნიშვნელოვანია. ასე ვხედავთ, ილია ჭავჭავაძეც ასე ხედავდა. ბევრ რამეში ვემთხოვით, ამიტომ არ მიგურს, როცა ადამიანები მაგას ამბობთ, განსაკუთრებით იმაში, რომ ხა რო ვსაუბრობთ რაღაც ამბავს ყვებით და არა სადღეგრძელოს და ეს მე მგონი ყველაზე მეტად გვამსგავსებს ერთმანეთს და არა იმდენად შინაარსი, ანუ ზივართ და ჩვეულებრივად ამბავს გიყვებით. მაგრამ მთავარი განსხვავება რატო არ გამოგდის ხო თანამშრომლობა? ფუნდამენტური განსხვავება გვაქვს. ანუ არსებობს ხალხი, რომელსაც უნდა რომ მიაღწიოს პროცესის შედეგს, ანუ პროცესს უყურებს და პროცესის შედეგს და არსებობს ხალხი, რომელსაც საკუთარი თავი მოწონს პროცესში. ხო და ეს ისეთი ფუნდამენტური განსხვავებაა, რომ შეიძლება საერთოდ აგიყირავდეს პროცესი ესეთი ფუნდამენტური განსხვავების პირობებში, იმიტომ რომ მე მაინტერესებს პროცესის შედეგი, მაგალითად მე მინდა ბიზნეს დამარცხება და თავისუფალი ევროპული რესპუბლიკის დაფუძნება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც თქვათ ძალაუფლება დანაწილებული იქნება როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად იქნება თავისუფალი სასამართლო და შეიქმნება ისეთი სისტემა, სადაც ხადა მგელი ერთად მოძობს, მშვიდობიანად, არა იმიტომ რომ ერთმანეთი უყვარს, არამედ იმიტომ რომ სისტემა იცავს მათ ერთმანეთისგან. და ამისკენ ვისწრაფოდე და უცებ რაღაცნაირად ბიზნამ შთააგონოს იაგოს, რომ მისი ინიციატივით აუქმებს კვოტებს და იაგოს ისე მოეწონოს თავისი თავი ამ პროცესში, რომ აი ამ სისულელეზე წავიდეს და მე შემარცხვინოს. შემარცხვინოს ჩემი ამორჩევლის წინაშე, შემარცხვინოს საკუთარი თავის წინაშე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, რომ პარტნიორობა გამომდის იმასთან და თქვა შორის მეგობრობაც აი ამ საქმეში, ვისაც ვხედავ, რომ თავის თავზე დიდი მიზანი გააჩნია და აი რო ტრიალებს ამ სივრცეში, ხო, ცეკვაზე რო დავდიოდი, პატარა რო ვიყავ ხო? პატარა რა, კაი 18 წლამდე დავდიოდი და მიყვარდა ძალიან, მაგრამ რომ ტრიალებდით, წერტილი უნდა დაიჭირო რა და იმ წერტილს უყურო და შემოტრიალდა და იმ წერტილზე წონასწორობა და პოლიტიკაში ეგ გჭირდება შენ რაღაც დიდი მიზანი გჭირდება, რომელიც რამდენიმე სულით იქით არის და იმას უყურებ. და რო ტრიალებ და ეს მანევრები რო გიწევს, ან რაღაც გადაწყვეტილების მიღება, იმ წერტილთან მიმართებით იღებ გადაწყვეტილებას, საკუთარ თავს კი არ უყურებს ალკეში იაგოსავით. ხო და ეგ არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება.